20 წელი გულის სამსახურში. კლინიკა გული. სანამ კერჩი გული ძგერს, შენ ცოცხალი ხარ და ჯერ კიდევ იმ სამყაროს ნაწილი ხარ, რომელსაც ქმნი, ალამაზებ, აბრუნებ შენს გარშემო. დედამიწაზე შენი მოსვლა შენივე მისიის აღსრულებით უნდა გაამართლო და ამას ვერ შეძლებ, თუ კი არ გიყვარს. სიყვარული ყველასა და ყველაფრისადმი კი მხოლოდ გულიდან მოდის, იმ გულიდან, რომელიც ადამიანის სხეულის ცენტრალური ფიგურანტია. გული გაცოცხლებს, გული გრძნობს, გული ხედავს, გული აფასებს, თუ კი გული გულობს. და როცა ამ გულს უჭირს და რაიმეს ტკივა, მისი მკურნალიც მხოლოდ გულია. ასეთმა ჰიპოთეზამ და ჰიპოკრატეს ფიცმა ადამიანთა ის ჯგუფი გააერთიანა, რომელთაც ჩვენი გულების მკურნალობა არა მხოლოდ სპეციალური აპარატურითა და ფიზიკური ჩარევით გადაწყვიტეს, არამედ პირველ რიგში თანაგრძნობით, გულის ნებისმიერი წუხილის თანაზიარობით და სულის დიაგნოსტიკის კვალობაზე მალამოდ მომზადებული სიტყვით. ამგვარი თერაპიის გზას მიაგნო და დღემდე მიჰყვება მადლმოსხმული ექიმი კარდიოლოგი ანზორ მელია, რომლის ხელმძღვანელობითაც ფუნქციონირებს კლინიკა გული. აქ ყველაფერი გულითაა შექმნილი. აქ ყველაფერს გული ამოძრავებს. აქ ყველა გულიანია. ამიტომაც კლინიკაში ყოველ ნაბიჯზე, რასაც ხედავთ, მხოლოდ გულია. თუ შენ გულით არ უმკურნალებ ამ ავამტყუპს, იქ წარმატება არ იქნება. მე 12 საათამდე ამ კაბინეტში ვიღებ ამბულატორულ ავამტყუპებს. აი კარი რომ გაიღება და შემოდის, მე უკვე ვიცი ამ ავამტყუპს როგორ უნდა დაველაპარაკო, უკვე ფაქტიურად რა დაავადებითაა შეპყრობილი ისიც ვიცი და როგორ უნდა ველაპარაკო, მოფერებით, ცოტა მკაცრი ტონით, ცოტა ისე ოპტიმისტურად. ეხლა როგორ შეიძლება უმძიმესი ავამტყუპი, რომელიც შემოდის, გულის კუნთი ჩვარივით აქვს და იცი რომ ის დიდხანს ვერ გასტანს, იმას ყველაფერი აუგზავნ და უთხრა, შენ მაქსიმუმი 9 წელიწადი გაქვს დარჩენილი. ექიმის პროფესიონალიზმი იმაში გამოიხატება, რომ ამ ავამტყუპს შთაუნერგო, რომ მაგას ყველაფერი თუ წამლებს მიიღებს, ყველაფერი კარგად იქნება და სასაულიც ხდება ხოლმე. იცით რა, ასეთი ავამტყუპები როცა იჯერებენ ექიმის სიტყვას და ის გულით არის ნათქვამი და რაღაცები, სასაულის შედეგი მსხებულობთ. აქედან გასული ავამტყუპს თუ ტკივილი 30-40% არ შეუმცირდა, შენ ექიმი არ ახარ მაშინ. მინდა რომ გული გატკინო, ვერ შეგეხო და თანგიხურო, მე ვოცნებობ, უასროდ ვოცნებობ, არ მინდა, არ მინდა რომ გული კლინიკა გული პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკაა საქართველოში, რომელიც 1996 წლის 1 აპრილს გაიხსნა. კლინიკის დაარსებამდე ანზორ მელიას არაერთ სირთულესთან გამკლავება მოუხდა. ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მანამდე 2 განყოფილება ჩამოყალიბდა: მწვავე ინფარქტების განყოფილება და კარდიოლოგიური განყოფილება. ანზორ მელია, რომელიც მწვავე ინფარქტების სპეციალისტი იყო და ამ მიმართულებით დისერტაციაც ჰქონდა დაცული, გადაიყვანეს კარდიოლოგიურ განყოფილებაში და, როგორც თავად ამბობს, ამაში მისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების ხელი ერია. მართალია 1986 წლიდან იგი ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში კარდიოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, მაგრამ იქ მუშაობისას ისეთი დისკომფორტი შეექმნა, ანუ მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ისეთი ლომკები დაეწყო როგორც ნარკომანს, რომელსაც უცებ შეუწყვეტე ნარკოტიკს და რომელიც მწველი სურვილების დაძლევის ძნელ გზას ადგას.
მე სპეციალისტი, რომელსაც დაცული მქონდა მწვავე ინფარქტებში დისერტაცია და ერთადერთი დაცული ექიმი ვიყავი ამ განხრით მომისროლეს კარდიოლოგიურ განყოფილებაში, სადაც მხოლოდ ქრონიკები წვებოდნენ. ანზორმელიამ ბრძოლა გადაწყვიტა და 9 სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ჰოსპიტალი ვაგი დააარსა. კუპონების ქვეყანა, კუპონების პერიოდი იყო და რომ მე გავხსენი პირველი კერძო კლინიკა პერიფერიაზე ბოგდან ხმელნიძე და იქ ვხებულობდი მწვავე ინფარქტიანებს, მაგრამ ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ 9 სართულიანი საცხოვრების სახლის პირველი სართული იყო და ღამე ზოგჯერ ნევროპათოლოგი დამჭირდებოდა, ზოგჯერ ქირურგი, რაღაც მორბოდი ჩემი მანქანით მიმყავდა ეს ისინი და მაგრამ ერთ-ერთი წარმატებული კლინიკა იყო და რომ შემოვედი, ხედავ რომ საორდინატოროში ეს პალტო მოხურულები ჩემი ექიმები, აი ძალიან გამოცდილები რაღაცა ჩაისვამი და ხომ არ დალეო ჩაისო და მე ვთხარი არა მეთქი და ეს არის დავხედე და მდუღარი წყალს სვამენ. მე ვთხარი რა არის თეთრ წყალს რომ სვამთ მეთქი და ყველა მაძღარსო მაძღარი გონიაო ყველანიო ერთმა ჩემთვის საყვარელმა ექიმა აცგასვენებულმა რინა კალევრამ მითხრა და ჯერ ვერ მივხვდი ამის ასე გამოვარდი კარგად იყავით მეთქი და რაღაც მე მოვტრიალდი და რატომ მითხარი ესა და აბარაო ჩემზე არ ფიქრობთო ჩვენზეო და მე ვთქარი ბრძოლისთვის მზათა ხართ მეთქი და მე გამოგიყვანთ ამ კრიზისიდან თუ თქვენ ჩემს გვერდით მაგრად დადგებით მეთქი. იმ პერიოდში დამოუკიდებლობა ახლად მოპოვებულ საქართველოში, როცა უშუქობა, უწყლობა და შიმშილობა სუფევდა, როცა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ თითქმის ყველა დარგის და მათ შორის მედიცინის მუშაკების პრობლემების წინაშე დააყენა, ანზორმელია კრიზისს ებრძოდა და არასვენებდა იმ კოლეგებზე ფიქრი, რომლებიც დრომ და გარემოებამ უმუშევარი და უკეთეს შემთხვევაში უხელფასოდ დატოვა. თავარი საფიქრალი მაინც ავადმყოფები იყვნენ, რომელთაც შველა ჭირდებოდათ და ამისთვის სპეციალისტებთან ერთად მობილიზებულმა ანზორმელიამ მოქმედება დაიწყო. სული სიმშვიდე მეუფლა, ვით ბრძენი გზად მოარული, სული ვიგზენი სხეულში, გულიცგერს გული გული, გულიცგერს გული გულიცგერს, გულიცგერს გული გული. 27 კაციანმა კოლექტივმა მრავალი წინააღმდეგობა გადალახა. ქალაქის პირველი საავადმყოფოს თითქმის გაპარტახებული კარდიოლოგიური განყოფილებისგან იჯარით აღებული 5 ოთახი კაპიტალურად გარემონტდა და უახლესი აპარატურით აღიჭურვა. და საოცრება მოხდა. ადგილები არ ჰქონდა, ძალიან დიდი სახელი ჰქონდა, იმიტომ ძალიან ძლიერი ექიმებით იყო დაკომპლექტებული. კარდიოლოგიური კლინიკა გული დავარქვით. Jojo khetis damatavelo patatsina samut Jojo khetis damatavelo patatsina samut ეთილ საქმეს წინ ბევრი რამ გადაეღობა. როგორც აღმოჩნდა, ანზორმელიას 13 სასამართლო პროცესის დაძლევა მოუხდა იმისთვის, რომ კლინიკა გული გადაერჩინა. იჯარით აღება მოხდა 5 წლიანი, მაგრამ ვინ გაცალა ამ 5 წლის გასვლა? მებრძოდნენ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კარდიოლოგიის კათედრა, რომელიც 10 წლების განმავლობაში ამ კარდიოლოგიური განყოფილების ბაზაზე იმყოფებოდა სტუმრად, მაგრამ ისე ჰქონდათ ფესვები გადგმული, რომ ეგონათ, რომ ეს თავიანთი პარტია, თავიანთი საკუთრება და ეს ასე არ იყო. ეს მოსამართლეები, რომლებიც ჩემს მიმართ იყვნენ ძალიან ცუდად განწყობილი, როგორც კი
სიტყვას მომცემდნენ და გულით უყვებოდი, ყველა ჩემ მხარეს გადმოდიოდა. ერთხელ სასამართლო პროცესი თვითონ განყოფილებაში ჩაატარა ერთმა მოსამართლემ და უთხრა, აქ ცხენია თო? შეხედეთ იჯარით აღებულ ფარცო და თქვენ ფარცო, რამ ხელცადა დედამიწას შორის რომ არის სხვაობა, რას ერჩით ამ კაცო, ეს მუშაობსო. ნიკოლეკიშვილი იყო ქალაქის მერი. ისიც კი მოიწვიეს და ეს ცნობილი პროფესორები და ეს აზორმელია ერთი უპატრონო კაცი, მაგრამ ბატონ ნიკომ მითხრა რომ გამოდიოდა ანზორ ცოტა ხანი კიდე მოითმინე და შენიშნან ადამიანების დრო დადგება მალე, ძალიან მალე მხოლოდ პოზიციები არ დათმო და სულ მახსენდება მისი სიტყვები, მართლა ასე წავიდა ყველაფერი. ხუთ ოთახს მალე რამდენიმე ოთახი დაემატა და მრავალი წინააღმდეგობისა თუ ბიუროკრატიული ბარიერის მიუხედავად ანზორმელიამ აღებული ფართის პრივატიზაცია მოახერხა. ერთ წელიწადში 27 კაციან გუნდთან ერთად ანზორმელიამ საუკეთესო თახჭურვილი ცენტრის გამართვა და ამუშავება შეძლო. ასე შეიქმნა კლინიკა გული, რომლის სულის ჩამდგმელიც მომავალში ამა სოფლის მშენებლადაც კი აღიარეს. კლინიკა გულის გულიანი თავკაცი. ანზორმელი 1947 წლის 5 აგვისტოს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. მერვე კლასამდე იგი ზუგდიდში სწავლობდა. დედაჩემი იყო პროფესიით აგრონომი და ოცნება ქონია რომ სამედიცინოზე მოწყობილი იყო და ესწავლა, მაგრამ ვერ მოხდა რაღაც მიზეზების გამო და მე მახსოვს ჩემი თავი მეორე კლასიდან, აი იცით როგორ დედაჩემი ძალიან მძიმედ იყო, მოვიდა ექიმი. და ექიმი წასვლის შემდეგ დედაჩემი გახდა კარგად. და ეს ექიმების მიმართ სიყვარული უცბად ვიგრძენი და მე დედაჩემი, ეხლა ჩემი ლამაზი ბიჭი, ჩემი ლამაზი ჭკვიანი ექიმი, სულ ასე მეფერებოდა, სულ ეხლა რომ უყურებ სურათებს რა ლამაზი ვიყავი, მაგრამ როგორი სიყვარული ჩამინერგა, იმიტომ რომ და რაც გააკეთა ზუგდიდში კარგად სწავლობდი მე მერვე კლასიდან გადმომიყვანა თავის მამიდასთან თბილისში. და 57 საშუალო სკოლაში შემიყვანეს მერვე კლასში და დედაჩემი 1-10 დღე იყო ჩემთან ერთად და დადგა ზუგდიდში წასვლის დრო და სადგურზე რომ გავედით და რაღაც ეს მამიდა ლიდა კარავანონა ბრწყინვალე ადამიანი იყო, ის მეორე დედა იყო ჩემთვის, მაგრამ იმ პერიოდში ის იყო უცხო ქალი ჩემთვის. და როდესაც დედაჩემი ავიდა სალონში ვაგონში დავიწყეთ ტირილი ამ მოხუცამ დოვებ მეთქი ნუ თუ არ გიყვარ ვარ მეთქი და რომ მიყვარ ხარ იმიტომ გტოვებ შენი მომავლისთვის ესაა საჭირო და მართლა თბილისის სკოლამ მომცა ბერთელა შესაძლებლობები სულ სხვანაირად შემახედა ცხოვრებას. ანზორმელიამ დედას ნატრა პირველად მაშინ აუხდინა, როდესაც მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1972 წელს დაამთავრა და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ანზორმელი 1986-1996 წლებში ქალაქის პირველ საავადმყოფოში ხელმძღვანელობდა კარდიოლოგიურ განყოფილებას. ხოლო 1996 წლის აპრილიდან კარდიოლოგიური კლინიკა გულის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. არის 50-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. მას კარგად იცნობენ უცხოეთში. იგი არის საქართველოს და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი. მრავალი სერტიფიკატისა და ჯილდოს მფლობელი.
მათ შორის სამედიცინო კლინიკური ინოვაციებისა და ადამიანთა სიცოცხლეზე ზრუნვისათვის მინიჭებული აქვს ტიტული სოფლის მშენებელი, მეცენატი 2010. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ბიზნეს ანსამბლეაში და გადაეცა ევროპის საერთაშორისო ჯილდო, პირადი წვლილისათვის ევროპული ინტეგრაციის განვითარებაში. დოქტორი მელია არის ძალიან ბრწყინვალე წარმომადგენელი კლასიკური კარდიოლოგიის მიმართ. და ამ 20 წლის მანძილზე ვაკვირდებოდი და თანაც როდესაც შემეძლო რაღაცას ვთავაზობდი, როგორ უნდა განვითარებულიყო ეს კოლექტივი, ეს კლინიკა. და მე მგონი დღეს ნამდვილად ხდება დიდი დღესასწაული იმ გაგებით, რომ კლინიკა გახდა ცნობილი არა მარტო საქართველოში, არა მარტო თბილისში, მაგრამ რუსეთშიც იცნობენ ანზორ მელიას და მის კოლექტივს. ბატონი ანზორი უაღრესად საინტერესო პიროვნებაა. მდიდარი სულიერი სამყაროს მქონე, გულისხმიერი და ყურადღებიანი. ცხოვრობს თითოეული პაციენტის ტკივილითა და სიხარულით. ყოველთვის მათ გვერდში დგას ჭირსათულ ხილში. გული არის თავარი ფიგურა. ეხლა ამბობენ, აი გაყოფილი არა მაქვს ოჯახთან, იმიტომ, მაგრამ ამაში ჩემი მეუღლის ძალიან დიდი დამსახურება წარმოგიდგენიათ, ახალგაზრდა მეუღლე, ექიმი თვითონ, დაბადების დღეებია, ქორწილებია, რაღაც ღონისძიებებია, არასოდეს არ ვიყავი მაგასთან, მე ვიყავი ავადმყოფთან, მე ვცხოვრობდი კლინიკაში, ავადმყოფების ცხოვრებით. ამ თვისებების გამო უყვართ და პატივს სცემენ საზოგადოებაში. როგორც ხელმძღვანელი, კაცრი და სამართლიანია. როგორც ექიმი, მაღალი დონის პროფესიონალია და მრავალმხრივ ნიჭიერებით გამოირჩევა, რასაც ხელს მოჰკიდებს, აკეთებს საუკეთესოდ. დღეს ჩვენ კარნახობთ მოდას თუ ასე შეიძლება სხვა კლინიკებს და მე მიხარია რომ ჩემთან გაზრდილი ექიმები სხვადასხვა კლინიკებში მაღალ თანამდებობებზე არიან. მე მიხარია ეს და თავს არ ბზოგავ ამისთვის, თორემ ამასაკში ეხლა სხვა ქუდს დაიხურავდა, წავიდოდა თავის აკარაკზე წამოწვებოდა და კარდიოქირურგიას კი არა, ვაშლების დათვლას დაიწყებდა, მე ეს არ შემიძლია. რასაც ვხედავთ ისავალ, თისგანა ვარ თისავალ, გული ჩემი ვერ გადასხვაფერდება. დრომოვა და მიუვალ, მისავალი მისავალს, იქაც ვიტყვი გული არ აბერდება. gulis tgma, gulis xuri, gulis xma, gulnadgeni isel gulit morcheva. Dagiamebs iarebs, agaridebs iares, rotsa guli anadirjeva. გულის მკურნალი, კლინიკა გული. კლინიკა გული გარედან ერთი შეხედვისთანავე იპყრობს ყურადღებას ულამაზესი ფასადით და მცენარეებში ჩაფლული შესასვლელითა თუ ბაღით. შენობაში კი სიმყუდროვე და კომფორტია, ნათელი ოთახები, მომხიმარი მედპერსონალი, რომლებიც თბილად ეგებებიან პაციენტებს. გული 1996 წელს შეიქმნა და დღეს იგი გამორჩეული და წარმატებული ევროპული დონის კლინიკაა, რომელიც უზრუნველყოფს ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას ამბულატორიულ, სტაციონარულ თუ სახლის პირობებში ოჯახის ექიმების დახმარებით. კლინიკაში ფუნქციონირებს კათეტერიზაციის და ელექტროფიზიოლოგიის ლაბორატორია, სადაც წარმატებით კეთდება ინვაზიური ჩარევები გულზე, ანგიოგრაფია, აგიოპლასტიკა, მუდმივი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია, სხვადასხვა ტიპის არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია, გულის მძიმე უკმარისობის მკურნალობა მცირე ოპერაციებით, სამკამერიანი სტიმულაცია, რესინქრონიზაციული თერაპია. პირველად საქართველოში აქ დაინერგა კარდიოვერტერ დეფიბრილატორი, უეცარი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. ეს იყო ფაქტურად ერთადერთი კლინიკა საქართველოში 2002 წელს, რომელიც მზად შეხვდა იდეას დაგვეწყო დიდი რითმოლოგია,
რაც შეეხება კარდიოვერტერ დეფიბრილატორების იმპლანტაციას და უეცარ სიკვდილთან ბრძოლას, რაც შეეხებოდა გულის უკმარისობის თანამედროვე მკურნალობას მაღალ ტექნოლოგიური საშუალებებით. ეს იყო ელექტროფიზიოლოგია, რომელიც მანამდეც კეთდებოდა საქართველოში, მაგრამ ჩვენი კლინიკა გულის დამსახურებით მან ახალი სიცოცხლე, ახალი ისტორია დაიწყო მთლიანად საქართველოს მედიცინაში. შესაბამისად, ეს იყო ერთადერთი კლინიკა, რომელიც მზად შეხვდა ამ იდეას, დაიწყო ძალიან დიდი საქმე და ეს ბატონი ანზორის დამსახურებაა, მაგრამ მე აქ მოვედი და ბატონ ანზორთან ერთად დამხვდა ძალიან კარგი გუნდი მომზადებული ექიმების, კვალიფიციური ექიმების, ენთუზიასტი ექიმების, რომელიც მალე გახდნენ ჩემი მეგობრები და ჩვენ ერთად ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. პრიორიტეტი ჩვენი კლინიკის არის ის, რომ შემოსვლისთანავე მწვავე ინფარქტის დროს პაციენტებს დაუყოვნებლივ ურგენტულ რეჟიმში უტარდებათ ინვაზიური ჩარევა, რის შედეგადაც პაციენტები პრაქტიკულად შესაძლებელია ითქვას, რომ ჯანმრთელი რჩება. შემთხვევაში თუ არის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, ცოტა რთულად მიმდინარეობს პაციენტების მდგომარეობა, ვინაიდან იწყება რითმის დარღვევა, გულის უკმარისობის მოვლენები, რომელიც შემდგომ ხანგრძლივ სტაციონარულ მკურნალობას ექვემდებარებიან. კლინიკაში თავდადებით მომუშავე გამოცდილ ექიმთა გუნდს შორის უმრავლესობას უცხოეთში აქვს გავლილი სტაჟირება. კლინიკის ხელმძღვანელობა პერმანენტულად ზრუნავს მათ დახელოვნებაზე. სხვათა შორის ბატონ ანზორს რამოდენიმე კარგი ფრინავი ფრაზად ქცეული გამონათქვამები აქვს ხოლმე და პირველი რაც ჩემთვის ყველაზე ისეთი იყო თქვენ უნდა გქონდეთ ისეთი სიჩქარე რომ ორბიტიდან არ ჩამოვარდეთ. ეს იყო მისი დევიზი. ყველას და ეს წინსვლის მოთხოვნილება რომ სულ უნდა გველო წინ და სიჩქარე გქონოდა იგივე რაც რომ დარჩენილიყავით ორბიტაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შესაძლებელია მაშინ ვიყავით თითოეულა და მაშინაც საკმაოდ ეჭვის თვალით უყურებდნენ ბატონ ანზორის მონდომებას, რომ ქონოდა ასეთი ძვირადღირებულ საშუალებებზე აწყობილი, თქვათ, მკურნალობა. დღეს, როდესაც არსებობს უამრავი კარდიოლოგიური პროფილის კლინიკა, ჩვენ მაინც ორბიტაზე ვართ. დაარსების პირველი დღიდან მუშაობ აქ. რამოდენიმე ექიმა დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ მუშაობა. ბევრი სიძნელეც იყო ამ პერიოდში, ბევრი წინააღმდეგობა, მიუხედავად ამისა, ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი ბატონი ანზორის ხელმძღვანელობით არის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა საქართველოში. კლინიკა არ ჩერდება მიღწეულზე, ვითარდება. დაუზოგავი შრომით კლინიკამ მიაღწია და მოიპოვა სახელი და პაციენტების მადლიერება. ამჟამად გვაქვს ახალი თანამედროვე სამედიცინო აპარატურა, გვაქვს კვალიფიციური ექიმები და მზარდი ახალგაზრდა თაობა. თუმცა ამითი ჩვენი კლინიკა არ ჩერდება და აქვს სამომავლო დასახული გეგმა. მე ამ კლინიკაში გავატარებ თითქმის 9 საუკუნე, ჩემი შრომითი საქმიანობა 9 საუკუნოვანია და ამიტომ უსურვებ ჩემ კლინიკას წინსვლას და დიდ წარმატებებს მომავალში. კლინიკა აქტიურად არის ჩართული როგორც პრედიპლომურ, ისე პოსტდიპლომურ საგანმანათლებლო პროგრამებში. აქვს აკრედიტირებული პოსტდიპლომური უწყვეტი განათლების პროგრამები სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისათვის. ამავე დროს კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს სამედიცინო ინსტიტუტებთან. უკვე რამოდენიმე წელია კლინიკაში აკრედიტირებულია სარეზიდენტო პროგრამა კარდიოლოგიაში. ამჟამად 18 რეზიდენტი ღებულობს განათლებას სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში. 27 თანამშრომლიდან დღეს 150 თანამშრომელი ვართ. მერვე თაობას ექიმებისას ზრდით და კერძო რეზიდენტურა მაქვს. სანამ კერძო რეზიდენტურა არ მქონდა, მანამდე ისევ ზრდიდი ექიმებს და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კლინიკა ერთ-ერთი წამყვანია. კლინიკა გამარჯვებულია ბევრ ნომინაციაში. ნომინაციაში რეპუტაცია და ნდობა. ნომინაციაში ლიდერი.
2015 წელს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების საერთაშორისო კავშირის მიერ კლინიკას მიენიჭა საპატიო წოდება დარგის ლიდერი 2015 ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ყველაფერი აქვს კლინიკა გულს, მხოლოდ თავარი კარდიოქირურგია არ არის. ეს კარდიოქირურგიის შემდგომ, როდესაც ამას შევქმნი, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე ჩემი მოვალეობა შევასრულე ჩემი ექიმების, ჩემი ოჯახისა და ქვეყნის წინაშე, იმიტომ რომ ერთ-ერთი პატარა საქმე არ არის ეხლა, რომ დიდარ ტრადიციულ ქალაქში, სადაც კარდიოლოგიური სამსახური ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა საქართველოში კომუნისტების დროიდან დაწყებული უცბად პატარა კლინიკა გაიჭრა წინ და ლიდერთა შორის ჩადგეს. ანზორ მელიას ძალისხმევითა და მონდომებით კლინიკა გულის ფილიალი ქალაქ ზუგდიდშიც გაიხსნა, სადაც კლინიკა ასევე მაღალი დონის თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი. დედა 90 წლის ასაკში გარდამეცვალა. 11 წლის წინათ და ძალიან ძნელია რომ ამ ასაკში დედას კარგავდა ვიფიქრე რა უნდა გავაკეთო ისეთი რომ დედა ჩემის სახსოვრად იყო ზუგდიდში რამე მეთქი ნუ ეხლა ძეგლები და ისინი ეს და მოდი მეთქი იმ ადგილას სადაც დედას დავყავდი თავის მეგობართან მეთქი გზაჯვარედინია ცენტრთან ახლოს და იქ ხომ არ იყიდება რამე ნაკვეთი ან სახლი მეთქი და ჩემ დედაშულს დაურეკე და ვეუბნები გენო მეთქი ძალიან გთხოვ აი ამ ადგილზე ეგებ სახლი იყიდებოდეს მეთქი და ღამე დაურეკე 11 საათზე და დილა 9 საათზე დაურეკე რას შვები მეთქი იპოვე მეთქი რამე და ბიჭო გუშინ არ მითხარიო გვიანო ეხლა მივდივარო და მირეკავს და მეუბნება ვახ რა დაგესიზმრაო ზუსტად ის ადგილი იყიდებაო ორსართულიანი აშენებული სახლი მხოლოდ გარემონტებული არ არის პრობლემა არ არის მეთქი და იმ დღესვე გავქანდი ზუგდიდში ვიყიდე და გაახსენი ფილიალი ჩემი კლინიკის, კერძო კარდიოლოგიური კლინიკა გული და აი ახლა აქაც ჩანს როგორ ეს არის მთელი ჩემი კლინიკა, სადაც აქედან ხელმძღვანელობს გავზარდე ექიმები და ახლა მეამაყება რომ ზუგდიდში 50 ექიმია ჩემი გაზრდილი და კლინიკა გაფართოვდა, უფრო მრავალპროფილური გახდა. ზუგდიდის ფილიალში ხორციელდება სრული კარდიოლოგიური მომსახურება. კლინიკაში ფუნქციონირებს დიაგნოსტიკის კაბინეტი, სადაც ხდება კარდიოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტთა სრულყოფილი გამოკვლევა და დიაგნოსტირება. ასევე მუშაობს გადაუდებელი კარდიოლოგიის ბლოკი და კათეტერიზაციის ლაბორატორია, სადაც ტარდება კორონაროგრაფია და კორონარული ანგიოპლასტიკა. კლინიკა გული ერთ-ერთი წარმატებული კლინიკაა სამეგრელოს რეგიონში. ჩვენს კლინიკაში პირველად გაკეთდა სამეგრელოს რეგიონში სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე პირველად სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა ინტერვენციული განყოფილება, გვაქვს რეანიმაცია კარდიოლოგიური, ძალიან წარმატებულად კეთდება კორონაროგრაფია ანგიოპლასტიკით. ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი წარმატებული კლინიკაა სამეგრელოს რეგიონში. ბატონი ანზორი ყოველწლიურად წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ ატარებს ჩვენს კლინიკაში უფასო გასინჯვებს მთელ სამეგრელოს რეგიონს მომსახურებით და რა ვიცი ძალიან წარმატებულად ხდება ჩვენს კლინიკაში ყველაფერი. უკვე 4 წელიწადია, რაც კარდიოლოგიურმა კლინიკა გულმა სამეგრელოში დანერგა მწვავე კორონალური სამსახური. ეს ითვალისწინებს გულის ისემიური დაავადების თანამედროვე მკურნალობას, რაც ითვალისწინებს დახურული სისძარღვის სწრაფ რეკანალიზაციას და პირველივე საათებში შეიძლება შევამციროთ ადამიანის სიკვდილიანობა და მომავალში ინვალიდიზაცია. კლინიკა გულში ფუნქციონირებს რადიოლოგიური სამსახურიც.
რადიოლოგიური სამსახური აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგი სახის მომსახურებას: რენტგენოლოგიური კვლევები, ულტრაბგერითი კვლევები, მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია. ტარდება ნევროლოგიური გამოკვლევები, კომპიუტერული ელექტროენცეფალოგრაფია, ეკოენცეფალოსკოპია. პაციენტებს აქვე შეუძლიათ მიიღონ ნევროლოგის კონსულტაცია. კლინიკა გულის სტაციონარს გააჩნია ინტენსიური თერაპიის ბლოკი და კარდიოლოგიური განყოფილება. ავადმყოფებს უტარდებათ კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ჩვენებით უტარდებათ თრომბოლიზური თერაპია. გამტარებლობის რთული დარღვევისას ხდება დროებითი კარდიოსტიმულატორის ჩადგმა. მდგომარეობის სტაბილიზების შემდეგ მკურნალობა გრძელდება საერთო რეჟიმის პალატებში. კლინიკა გულის ბაზაზე წარმატებულად ფუნქციონირებს სასწრაფო სამედიცინო სამსახური და კლინიკა გულის კატასტროფის სამსახური, რომლის ძირითადი მიზანია მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ასეთი აღჭურვილობის კლინიკას ადამიანთა გადარჩენისათვის ზრუნვა მაინც გაუჭირდებოდა, რომ არა აქ მომუშავე გუნდის საერთო დევიზის მიმდევარობა. უმკურნალეს ხვას ისე, როგორც შენ გინდა, გიმკურნალო. სხვის გულს ისე მოუარე, როგორც მოუვლიდი შენსას. ყველაზე დიდი წამალი იმედია, რომელსაც ექიმისგან ელოდება პაციენტი და მიეცი ეს იმედი შენი მისადმი დამოკიდებულებით. ურთიერთობის ეს შინაგანა წესი კლინიკა გულში ერთადერთია. რისი შედეგია ის, რომ გული გულს სწორედ ამ კლინიკაში უხმობს საშველად და აქ ძალიან ხშირად გულს მართლაც შველიან. ჩემ ხელში ყველა გარდაცვლილი ავადმყოფის თვალები ეხლაც მახსოვს და იქ როდესაც გული ჩერდება და ამუშავებ ძალით ამ გულს დახურულ მასას უკეთებ, პირიდან პირში ჩასუნთქვას უკეთებ, მერე გააცოცხლებ, შენზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ არ არის. აბსოლუტურად რა შეიძლება შეადარა, აი ზოგიერთი ამბობს იქ ამერიკაში წავალ იქ დავისვენების, ეს არაფერი არ არის იმ სიამოვნების მიღებასთან, რაც გადარჩენის სიცოცხლე ექიმს აძლევს. თუ ნამდვილი ექიმი ხარ. ზები ქართველთა წუთი სოფლისა ქართველ სიკეთით გამოუვლია გულით ერთგულო მარად გახსოვდეთ გულის კურნალი მხოლოდ გულია დღეს სიყვარული არის მთავარი უგულოდ ყოფნა მართლა რთულია გულით ერთგულო მარად გახსოვდეთ გულის კურნალი მხოლოდ გულია გულით ერთგულო მარად გახსოვდეთ გულის კურნალი მხოლოდ გულია აწყვინას თქვა გულის გარეშე არც მომავალი არც წარსულია გულით ერთგულო მარად გახსოვდეთ გულის კურნალი მხოლოდ გულია ზები ქართველთა წუთი სოფლისა ქართველ სიკეთით გამოუვლია გულით ერთგულო მარად გახსოვდეთ
გულის სურნალი მხოლოდ გულია გულით ერთგულო მარად გახსოვდე გულის სურნალი